უკვე ძლებიანად ჭამ. კეფირი უნდა დავლიო. მიდი. მამხნევებს. ვაიმე. ჩემსაც მოგცა. კარგია? გამარჯობა, მე ვარ გიგა, ეს არის ციცაკები, გადაცემა ცხარე ფრთებით და უფრო ცხარე კითხვებით. დღეს ჩემი სტუმარია ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შემტევი ტიპი, რომლისთვისაც მცველის მოტყუება მარტივი ოპერაცია, ქართული ფეხბურთის ლეგენდა გიორგი დემეტრაძე. როგორ ხარ გიო? მეც და უკრატაში და კარგად არამიშას. მოკლედ, გვაქვს 10 ფრთა, 10 ცხარე соуსი და 10 თემა საჭუჭუკოთ. დავიწყოთ. 10 მე და 10 თქვენ. კი ბატონო. დავიწყოთ. დავიწყოთ. ტყემლიანი არის ჩვენი პირველი ტყემალი ნაციონალური соуსი. კი ბატონო. მიუჭახუნოთ აუცილებლად. ეს წესია თუ პირველზე და ბოლოზე ვშვებით ხო? მაგარი მშიერი ყოფილხარ შე. დავიწყოთ ფეხბურთით. გიო, მე ვთვლი, რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პაციები გაქვს. ხო, ეს ქართულად ვერ გავიგე. ხო, ქართულად. დღემდე. რუსულად უფრო არის. და 5 ჯერ ყავს ერთი და იგივე მოწინააღმდეგე მოტყუებული, როგორც ვიცი. სად გამახსენე? ლეგენდად არსებობს. მე მაინტერესებს ამ ფინტის ჩასახვის ისტორია. როგორ განვითარდა მე, როგორ დაამუღამე უფრო ზუსტად ამ ფინტის ჩასახვის ისტორია, როგორც ესეთი, ადამიანს უნდა მოყვებოდეს თან, ესე ვერ ისწავლი. შეიძლება ფიზმომზადება უფრო მოემზადო, რაღაცა არის დეტალები, სადაც მოემზადე, მაგრამ ბუნებრივად თუ არ დაყვა ამის გაკეთება, ძალიან ძნელია რა, კაცმა რაც არ უნდა ივარჯიშოს, არა. უნდა ივარჯიშოს ფეხბურთელმა ბევრი, მაგრამ რა თუ ბუნებამ არ დაგაჯილდოვა, ცოტა არ იყოს ძნელია ამის. თუ გახსენდება პირველად როდის გააკეთე, ყველაზე მაგარი პაციებია როდის გააკეთე, თუ გახსენდება ეგეთი მომენტი. არა, ეგეთი მომენტი არ იყო ხა სადაც ყველა მაგარი იყო. ხო, ხა პაციებას აკეთებ დაახლოებით ყველა ერთმანეთს გაავს ხა სად გამიკეთებ მაგარი, შეიძლება უფრო დამცველი უფრო მაგრამ მოგეტყუებინა ამ ფინტით, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. შოტლანდიაში მგონი არ მახსოვს ზუსტად. ძალიან კაი გავიგეთ, რომ ბუნებამ დაგაჯილდოვა პაციების ნიჭით და გადავიდეთ მეორე ჩემგან აქედან ამბავზე, კი ბატონო, კლასიკური პომიდორის საწებელი. მე ვხვდები ხარ აშაშიც ცოტა ხო გაცხარა ნელ-ნელა. არა. ჯერჯერობით არა. შენ ძალიან გიყვარს მომწარებელი. აი მე მაგრამ ამდენი არა მაქვს ხა სახში დაახლოებით კვერაცა გაქვს. მე ინდურ რესტორანში ვიყავი შოტლანდიაში თამაშის წინ. იქ რო თამაშის წინ იყავი? კი, თამაშის 2 დღით ადრე თუ არ მახსოვს, ან 1 დღით. მე მგონია კონკრეტულად თამაშის წინ იყავი. არა, თამაშის წინ ხო 2 საათი და 3 საათი არ დადიან და არ ჭამენ ცხარეს. სხვა ისენია მენიუ სპორტსმენის. აბა შევადაროთ მე ბოლოში რო გავალთ რომელიც მომწარე იყო. დემე ერთი ბანალური კითხვა უნდა დავისვა, რომელზეც დარწმუნებული. გვეშველება რამე? აბა მითხარე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრჯერ გაქვს პასუხი გაცემული. რა შეგრძნება, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ბავარიას უტან მაგრადელას? საერთოდ ფეხბურთელის ოცნება ყველა ფეხბურთელის დამწყების მოქმედის რომ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი. ნუ შეგრძნება ახლა რაც უნდა კონდეს სპორტსმენს ყველაზე დიდი აქვს. პირველად ვითამაშე კიევის დინამოს ჩემპიონთა ლიგის თამაში ჯგუფური. თორე ესე ვითამაშია თბილისის დინამოს, მაგრამ მაშინ არ იყო ეგეთი წესები სხვანაირი იყო. ჯგუფურ ეტაპზე რო ხდები უფრო შეგრძნება ისეთია რომ ახლა რავი ყველაზე დიდი ის არის ასპარეზობა
ჩემპიონთა ლიგა. ბავარიის მომენტი ხო გახსოვს? კი, ხა ბავარიასთან ორმა ქართულმა გავიტანეთ. პირველი კალაძემ გაიტანა, მეორე მე. ძალიან. რეპორტაჟი მიყავდა კოტე მახარაძეს. ძალიან მაგარი ამბავი არის საერთო ჯამში ეს ყველაფერია. კი, ძალიან მაგარი. სირაჩა. ეს არის სირაჩა. ესპანელი ლეგიონერი ყავს. სირაჩა. ესე ერქვა იმან მოიგონა თუ? ვიღაცა იყო რობერტო სირაჩა. ქართული იქნებოდა. გვარად სირაძე ხო არის ხო? გემიელი. აი აქედან იწყება. ნელ-ნელა ვაცხარებთ. შენ რამ ხელა ნაჭრებს აგდებ, უნდა შეგხედო, მაგრამ ორჯერ, სამჯერ კვეთში და მე ვაგდებ. აი სირაჩა რაღაცა ცოტა არ იყოს, წარეა. ო, კი. აჰა. გიყვარს სიცხარე და თან მაგრამ ვეცდები რომ წყალი არ მივაყოლო. სანამდე გავძლებ, ნახოთ. აი, მეც ეგრევიზა მაშინ. კი. გიო, რადგან გოლს შევეხეთ, ბარემ გოლებზე გავაგრძელოთ საუბარი. გიორგი დემეტრაძის ტოპ 3 გოლი. პირველი 2000 ან 2001 წელი იყო, ჩემ დაბადების დღეზე 26 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გავიტანე 2 გოლი, გავუტანე ანდერლეხს. მეორე ბავარია და მესამე თუ არ ვწდები საკმაინც საქართველოს ჩემპიონატს თამაშობდი და ფინალი თბილისის დინამო ბათუმის დინამო. რომელი წელი იყო თბილისის დინამო ბათუმის დინამო? ბავშვი ვიყავი, მაგრამ გეტყვი ან 17-ის ან 18 წლის. 1-0 მოვიგეთ. თუ 2-1, კი, აი არ მახსოვს, გადამწყვეტი გავიტანე. აი დაახლოებით თუ გახსოვს პერიპეტიები რომელი წუთი დაძაბულობა რამე. დაძაბულობა იყო მაშინ ბათუმის დინამოს ყავდა ძალიან მაგარი გუნდი. ფინალში სუხდებოდა ბათუმის დინამო თბილისის დინამო მაშინ. კლასიკო ქართული. კი, მართლა მაგარი გუნდი ყავდა ბათუმის დინამოს. ვა. გამარჯვების ბურთი. გიორგი დემეტრაძის ტოპ 3-ულიც გვაქვს, ძალიან კარგი. დაახლოებით ესეთი. ტკბილ ცხარე სოუსზე გადავიდეთ. ო, ეს კაია. ნელდება და მე იმაშუნა, ხო როგორც ვატყობ. კი, ეს რაღაც ეს. გამზადებთ იმისთვის რა. კი, და ბოლოში ვატყობ რაც არის. კი. ბოლოს ნახე რა ქვია? მეგრელი ასასი. კი, აი ვატყობ. წავედით. მიდი. მეცინება, მაგრამ რო არ ჭამო მე იტყვით ხალტურობდავა. ცოტა გაცხელდა, ხო? არა. გაცხელდა კი რა გაცხარდა. არა? ეს არა, აი წინა იყო ცოტა რაღაცა არ იყოს. რამე ტოქე მყავს? აი გიორგი დემეტრაძე. ვიგნე მაგასაც შევჭამ. დემე, ნორვეგიასთან წაგებულ მატჩში ხშირად გიწევდა მაღალ მცველებთან პირველ ბურთზე ბრძოლა. თუ შეგიძლია რომ გაიხსენო ამ თამაშის ამბები და პერიპეტიები. კი, მაგრამ არ არის პირიქით. რო ხარ დაბალი და სწრაფი, უფრო გიადულდება მაღალთან. რო იცოდე რა, შედარებას მოვიყოთ. ხომ არ არის ჩაწოდება რამე რუმე აქეთ. ნუ ეხა მეორე სართულზე რა თქმა უნდა გიჭირს, ეხა იმას ვერ გადაახტები. რაც არ უნდა დიდი ნახტომი კონდეს, მაგრამ სწრაფი და ტექნიკური თუ ხარ, უფრო გიადულდება, მაგრამ ის მაღალი შეიძლება ჰაერში იყოს. თავით უკეთესი, მაგრამ და ქვემოთ უჭირს დაბალთან. გაგიჭირდა შენ ნორვეგიელ მცველებთან ბრძოლა? ახლა წარმოვიდგინეთ 4-0 რახან წავაგეთ. შენ წარმოვიდგინე რა ვიქნეს. რაც ჩააწოდეს, ყველაფერი გაგვიტანეს მაგ თამაშში და გეტყვი მე შენ დანიასთან. 6-1 თუ არ ვწდები, პენალით გავიტანე მე დანიაში. როგორც დანიელებმა გაგვამწარეს, კიმჩი ნინძად ჭამე გიყურებ. ჭამ. გიო, ინტერნეტში მოვიძე რაღაცები კი არა. ფოტოები მოვიძე, მე განახეთ ამ ფოტოებს და შენი ფოტოებია. კი. და მომიყევი ამ ფოტოების ისტორია. უკრაინა. დონეცკის მეტალურგის საუკეთესო ბომბარდირი. რამდენი გოლით? თუ გახსოვს? უკრაინაში 18. 18 გოლი რამდენ თამაში? ეგ არ მახსოვს. მაგრამ 18 გოლი რამდენ თამაშს უნდა იყოს? აი, ჩემი საყვარელი ფოტო.
ეს ბავშვთან ერთად. რა შვები დრო. რა საყვარელია. მულტიკს ვარ უყურებთ შემთხვევით. მე არა, მულტიკებს არ უყურებ. წავედი შემდეგ. წელიწადი არ მახსოვს. და დინამოს სპორტულები კი გაწვდა. ახლა მაინც. აუ, ეს ამაინტერესებს. ეს ეხლა ჩემი ბიძაშვილის შვილის აღარ მახსოვს რა დღესასწაული იყო. ვიღაცა მოვიდა სკრიპკაზე უკრავდა და მე გამოვარდი და მეთქი ვცადო. ვერა ხო. ვერა. ნიჭი უნდა კონდეს. ისე ფეხბურთი, მაგრამ ისე მიკავია სწორად. ხო, რაც თავარია სწორად გიჭირა. ხო, ფონს ქნი რომ ვითომ მესმის. ხო, აი ეს რა. ეს სტრიპტის კლუბი აღარ მახსოვს ზუსტად. ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის სტრიპტი. დღით, კი. 99 წელი. მახსოვს. ძალიან კაი, მეტი ფოტო აღარ ვარ გამომწურავი პასუხები. მოგიტან კაცო. არ იყო კიდე რაღაც ფოტოები. ჩვენი შემდეგი საწებელი ევა. ნელ-ნელა მოაქევას. დამიჯერე, აი ხარ კითხო. დემე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საწყენი მარცხი იყო უკრაინაში უკრაინასთან 3-2 წაგებული. ამ თამაშში გოლი შენ გაიტანე თუ ხიზანამ დღემდე არ ვიცი და ბოლო-ბოლო გაგვაგებინე. ვინ გაიტანა ეგ გოლი? გონი მე. ზუსტად ხო, არა, მართლა გეუბნება. მაინც გონი? გონი, ხო, ნუ ეხლა დავარღი. მაშინ ხიზანას უნდა გკითხოთ, შეეხო თუ რა თავით, მე რას მეკითხები. აი რომ მოიწვეთ, მოვიყვან. დაგვაყენეთ მერე. ამ თამაშის უშუალო პერიპეტიების გახსენება შეგიძლია? კი. უკრაინასთან თამაში იყო პრინციპული. ვაგებდით. მერე 1-1 იყო, შოტიკომ გაიტანა, მერე 2-1 ვიგებდით და მერე წავაყით. ისე 2-1-ის 2-2 და მერე 3-2, მაგრამ ბოლოსკენ გაგვიტანეს უკვე. ძალიან დასანანი თამაში იყო, ძალიან დასანანი. მაგრამ მაშინ უკრაინას მაგარი გუნდი ყავდათ. ხო. ჩვენც მაგარი გუნდი ყავდა მაშინ. კი, მაგარი გუნდი ყავდა, მაგრამ არასდროს არ გვიმართლებს. ეხა ხო გვიმართლებს ნელ-ნელა რა გვინდა? კი, ეხა მაგრად. ჩვენი შემდეგი მეგობარი არის ბარბიკიუ, ხო? მე მგონი ევას სიცხარემ წინასწრების სიცხარემ ეხა გამიხსნა. შენ მაშინ ის რა უნდა გადაყლაპო ეგრევე. მაგრამ არ ჩამოგრჩები, აი ნახე ბოლომდე შევჭამ. მიდი. მე თვითონ გაციებული ვარ, თორე გაუძლებდი კიდევ ერთ ამდენს, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა სიზავს თორე. აი ეს ბოლოს გვაქვს მაგარი რაღაცები შემონახული. ამან უკვე დაიწყო. კი. დემე, წარმოიდგინე ღრმად. გასწავლე, როგორც სპორტსმენი. როგორ? ცხვირით არა, ეხა შენ ისეთ იმაზე ხარ მდგომარეობაში, რომ ეს არ უნდა ვექნე. პირით იმას უნდა, ხო, არ უნდა ვექნა, თორე შეიძლება წაგიღოს. წამიღო. შეიძლება. წარმოიდგინე, როგორც შენ შემაცდინე, ხა ის შეგაცდინე ზუსტად. მოგითხარი. დემე, წარმოიდგინე, რომ ქუჩაში მინი ფეხბურთს ეთამაშები სოფლიო ნაკრებს. შენ გადა რომელ უბანში? დიდუბეში. იყოს დიდუბე, ხა სტადიონია იქ. ხო. შენ გარდა 4 ფეხბურთელი მითხარი ვისთან ერთადაც ითამაშებდი ამ თამაშს, რომ ერთი მეკარე რა თქმა უნდა. ცოტა არ იყოს მეკარების პრობლემა იყო მაშინ. ბუფონი, ხო. მესი, რონალდუ, რავი, ინიესტა და მეხუთე ვინ იყოს მომეშველეთ? იბრაჰიმოვიჩი, ჰა. იბრაჰიმოვიჩი, აქეთ ვართ, დემე და დანარჩენი 4 კაცი. მოდი კალაძე. აჰა. დაცვაში დავაყენოთ. რავი, ხა მინი ფეხბურთს ვინ თამაშობს კარგად? ზამთრის ესე შეტევაში თამაშობს. ხო, ияშვილი. ეს რამდენი ვართ? 3. 2 დაგვრჩა. კიდე ვინ მეკარე ვინ ჩავაყენოთ ახლა? ლორია? ლორია ჩავაყენოთ. მინი ფეხბურთს თამაშობდა თან გამომიტყდა ამ გადაცემაში. ხო, საერთოდ მინი ფეხბურთით სწავლობენ ქუჩიდან. კიდე ვინ დაგვრჩა? 2 დაგვრჩა. 2 არა 1 დაგვრჩა. 2. კი ბატონო. კინკლაძე და შოტიკო. კინკლაძე და შოტიკო. კი. მაგარი გუნდია. მაგარი გუნდია ძალიან.
მოუგებდით ხო? ქუჩურს მოუგებდით. ასვალზე იყო თამაში თუ? რომელი გირჩევნია? არა, ასვალზე მოუგებდით ჩვენ. ძალიან კაი. ძალიან კაი. კინკლაძე რასაც შვებოდა, მესი ახლა შვება. ხო. არა, მართლა გეუნები ხა. ცოტა გადამიერა სიცხარემ და ბარემ ტროპიკულ ცეცხლს მივეძალოთ. ეს ქართულია, ხო? კი, ჩვენ ადგილობრივი ამის გარდა. ადგილობრივი. რამდენი დავასაქმეთ? ერთი კაცი დავასაქმეთ, ერთი მზარეული. და კიდე ეს ქოქოსი ვინც მოკრიფა ის. აჰა, ერთია და ეგეც კაია. წავედით. ხელფასი კაია. მე ნორმალური რა. წავედით. დემე, შენი რიცხებოდი რეალ სოსიედადში ლა ლიგის კერკეტ კაკალში. რეალ სოსიედადში კი არა, მადრიდის რეალი ყავს გამწარებული ბერნაბეუზე, ხო? კი. ბასკეთის გუნდია. ბასკეთის გუნდია. კი, ბასკები არიან, კი. ჩვენი მონათესავე. მე სხვა რა მაინტერესებს მაინც. დემე, ქართულ ფეხბურთელებს რატო არ გვიმართლებს ევროპაში ისე როგორც საჭიროა? კონკრეტულად შენ შემთხვევაში, მაშინ პრინციპში. მაშინ მე რო გადავედი სოსიედადში, კაი ფორმაში ვიყავი, ძირითადში ვიყავი, მაგრამ მე ტრამვა ვიკიდე და მე გამიჭირდა. რამდენი ხანი იყავი ფორმაში, რამდენი ხანი თამაში, რამდენი ხანში აიკიდე ტრამვა ჩარიცხვიდა? რო შევედი ფორმაში, მე სევილიას გაუტანე და მე რამოდენიმე აღარ მახსოვს ხანი მე მოვიტეხე მენისკი. მოვიტეხე და მე ძალიან სამწუხარო ამბავი. ზოგადად ქართველი ფეხბურთელების პრობლემა ევროპაში რა არის? ეხა თუ მაშინ შენ ეხა მეუნები თუ მაშინ თამაშობდნენ. მაშინ არა, მაშინ თამაშობდნენ. ეხა ვერ დაგეთანხმები. ეხლა რა? რა ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა. ეხლა რა არის პრობლემა? ეხა რატო ამ ჩემპიონატებში ბევრი არ აყვავს. დაუშვათ ესპანეთში, ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში ყავს ჭედლიძე, ხო? ჭედლიძე. რამდენი ხანია თან ჭედლიძე ჭედლო ყავს იტალიაში? ხო, რავი, ხა თაობებზია რა. არის თაობა მოდის, არის თაობა არ არის. მაგაზია თორე მეტი არაფერი. მე ძალიან გამაცხარა. არაფერი. შენ არა ხო? მეთქი მოვითმენ, მაგრამ ვერა. როგორც მცველებს ამწარებ, ისე ამწარებ ხა. მიდი აბა. ადიოს. ადიოს. ეს გაიყო. სიცხარის ამბავში ხო? არა, ისა. დემე ვერ გავაცხარეთ, რა ვქნათ? პირპილი. აბა მიდი შეუბერე. დემე. შენ გაქვს თამაშები ბერნაბეუზეც და გაქვს თამაშები ზონაზეც, ხო? კი, ზონაზე ბევრჯერ. ბერნაბეუზე ერთხელ. ზონაზე ბევრჯერ. ბერნაბეუზე ვარსკვლავების ამბები ვიცით. აი ზონაზე თუ იყო ვინმე ისეთი ვარსკვლავი, ისეთი მოთამაშე, რომელიც თავი დაგამახსოვრა. ძალიან, ეხა გვარები და სახელები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რითი დაგამახსოვრა თავი? თამაშით. ძალიან მაგრა თამაშობდნენ, მეკარეებიც მაგარი ყავდა და შემოვიდნენ აგერ ფეხბურთელები და მოუგეთ. ხო? კი, აბა. რამდენი მოუგეთ? მოუგეთ, აღარ მახსოვს, მაგრამ მოუგეთ ორივე ხელი. ორი ხელი და ორივე მოუგეთ? კი, ორივე მოუგეთ და გავუშვით სახში. შევყავდი და აბა რა იქ. წესით ისე უნდა დაეტოვებინა ჩვენ გავეშვით, მაგრამ შეეშალათ. შეეშალათ. ვაიმე და ძალიან გავცხარდი. ზონაზე იყო კაი თამაშები. რა გახსენდება რამე კაი თამაში ისეთი? ყოველდღე კაი იყო, კვირაში 3 ჯერ მინიმუმი. მერე 3 ზონა ხო იდგა. 3 ზონა და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით რა. გამარჯვებული ჩემპიონი ხარ ამ ამბავში? კი, ვარ, ჩვენ ჩემპიონი. გადავდიოდით იქითა ზონაში, მერე ისინი გადმოდიან და გასვლით სახში გქონდა თამაშები. მერე მესამე ზონაში, მერე სახში ვიღებდით. აბა, შენ რა გეგონა? მეგრელიას ასინი სდრო მოვიდა და მე ეხლა ვარ ძალიან გაცხარებული და ამას რო შევჭამ მე რა მომივა კაცმა არის. არაფერი. ერთს მოვასწარე მის თქმა რომ სასიამოვნო იყო რა. არა, აშკარად გადარჩება მე რა მომივარ. უკვე ძლებიანად გა. ძალიან ძლიერი მეტოქი ხარ, ძალიან. გუშია კლავთავს ხო ხედავ რომ გიგებს გადააკეთე. აბა, წყალი მიდი. კეფირი უნდა დავლიო. მიდი.
მამხნევებს. ეს ცოტა იყოს. ხო. მაგრამ გაუძელი. აი მედეთ. სულ გაწითდი. შენ თუ ესე ცუდად ხდები გადასახებზე? დემე, ყველას ვეკითხები ამას, ვისაც ოდნავი კავშირი აქვს ფეხბურთთან. მიდი. საქართველოს ნაკრებს აქ ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები. ერთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და რუსიასთან და ალბათ მერე კოსოვოსთან, ხო? ან მაკედონიასთან მერე. რის ხარჯზე უნდა მოვიგოთ თამაშები და თუ არის საშიშროება წაგების, რატო შეიძლება წავაგოთ, ხო? არა, იმეტოქეებთან ჩვენ აშკარად ჯობნი ვართ. როგორც კლასით, ისე ფეხბურთელებით. მე არ ამგონია თან საშინაო თამაში რომ რამე მარცხი მოგვივიდეს ახლა. არ დაფასება ეგეთ თამაშებში არ მოხდება, რა თქმა უნდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გავალთ. ძალიან ოპტიმისტი. კი. მაგიმედან გავალთ. განწყობა გვაქვს, ხო? ცოტა არ იყოს ეს ჯგუფია, ცოტა ძნელი, მაგრამ კონკრეტულად შეგვიძლია რამე ნიუანსი რის ხარჯეთ შეგვიძლია გასვა, რა პლუსი ამათან კლასის, კი. თან სახლის თამაში, გულშემატკივრები პირველად ალბათ მოხდებით ევროპაზე იმის ხარჯზე. ალბათ ყველაფერი და რისი შეიძლება გვეშინოდეს? ანუ რა შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენ მინუსად ამ შემთხვევაში? კლასი გვაქვს ასაგები. ფეხბურთელებს კარგად თამაშობენ, მაგრამ რა შეიძლება იყოს ჩვენი შემთხვევა? მეტი არაფერი, კი. მაგრამ ნუ ეხლა რა გითხრა, ბელორუსიასაც არ აყავს ურიგო გუნდი. მაგრამ წესიდარიგით კლასის ხარჯზე უნდა მოვიგოთ. მაქსიმალურად ოპტიმისტური განწყობით. კი. ვართ ნაკრების მიმართ, აი ჩემი მიმართ ამდენად ოპტიმისტური ეს განწყობა არ ვიცი. დემე გამწარდი? არა, ისე არა. აუ მე ძალიან გამწარდი. მითხარი სამი ადამიანი, ვინ შეიძლება გამწარდეს? სამი ადამიანი, სამი სპორტსმენი, ვინ შეიძლება გამწარდეს და მოვიყვანოთ და დავსვათ აქ. შეიძლება კაცები ფეხბურთელები. აი მოვიყვანეთ ქალაქის მერი ვნახოთ. კახი. კი, ის შეჭამს ორივე პორციას. ეგეც შენაირად ჭამს ცხარეს? არა, მაგრამ ისე გურმანია საჭმლის, მაგრამ რამდენად გაუძლებს მართლა არ ვიცი. გოიმე. ჩემსაც მოგცა. კარგია? დალია. მართლა გეუბნები, დალია, რა სწვალო. ძალიან დიდი მადლობა რომ არა, პირიქით. როგორ მომიგო მიწას და გამასწორა ფაქტობრივად. დემე ძალიან დიდი მადლობა რომ გავი ჩემი სტუმარი. ხელი ჩამოგართვა? ხელი მაინც ჩამომართვი რა ჩემი კონკურენტი არ ახარ, მაგრამ ჩამოგართე. დღეს ჩემი სტუმარი იყო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა მცველი მოატყუოს და ყველა ცხარის მჭამელია ესე დააჩოქოს როგორც მე დავაჩოქა გიორგი დემეტრაძე. ძალიან დიდი მადლობა დემე.